ჩვენი დილა იწყება ტრადიციულად საუზმით, თუმცა საუზმამდე 15 წუთით ადრე ჩამოვდივართ და ბოლოს ხდებით ალბათ რაც ხდება, აი მოსწრებაზე რომ ვართ ყველაფრის. მალევე ვისაუზმეთ, წავედით ნომრებში, გამოვიცვალეთ და წავედით ახალი სანაპიროსკენ, რომელიც არის ნისიბიჩის სანაპირო. გადმოცემით ვიცოდით, რომ არ იყო კარგი სიტუაცია შუა დღესით, მაგრამ მაინც გვინდოდა, რომ წავსულიყავით და გვენახა. ასე შორიდან განსაკუთრებული არაფერი პირიქით ძალიან ლამაზი სანაპირო ჩანდა, თუმცა მისვლისთანავე ვნახეთ კატასტროფა, სრული კოშმარი. დაახლოებით 1 საათი ვიყავით და მალევე წამოვედით ისიც დამწვარი და ფუფქული, იმიტომ რომ საშინლად ბინძური და მარილიანი წყალი იყო, აი ასეთი რო ცხოვრებაში არ მინახავს და სასტუმროს აუზში ვიყავით საღამომდე, გიროები შევუკვეთეთ, მივირთვით და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა დაგვესვენა, რადგან დღეს ხვდებოდით ჩემს დაბადების დღეს. უკვე გამზადებულ ფორმაში გავედით გარეთ და წავედით საცეკვაოდ და გასართობად. ამოვარჩიეთ ერთ-ერთი კლუბი და ამ გიჟმა ბავშვებმა გააფრთხილეს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო და გახდა თუ არა 12 საათი მთლიან კლუბში ყვირიან, რომ დაბადების დღეს ვილოცავთ მარიამს საქართველოდან და ალბათ ხვდებით რაც დამემართებოდა და აი აქედან უკვე იწყებოდა გართობა, ცეკვა და აი მართლა ისეთი მომენტები, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა. დაბადების დღე იოცნებას ნებისმიერმა როგორც დღეს მარიამს ხელი აი ანაბა ულოცავს მარიამს. და სრულად უცხო ადამიანებთან გაცვალის ინსტაგრამი გიკვირთ ხო? კი, ნამდვილად ჩვენც გვიკვირს. მთელი გზა იმაზე ვსაუბრობთ, თუ რამდენად კარგი დღე იყო და დღევანდელი საღამო დავასრულეთ სანაპიროზე, ბიჭებმა იბანავეს, გოგოებმა ფოტოები გადავიღეთ და შემდეგ უკვე წავედით სასტუმროსკენ. ასე დასრულდა ჩემი დაბადების დღის პირველი ნაწილი და ახლა იქნება მეორე ნაწილი. ახლა კი გემშვიდობებით დიდი სიყვარულით. მოგესალმებით მეგობრებო, მე უკვე გავამზადე ჩემი დაბადების დღისთვის. ჩემი დღევანდელი ლუკი არის თეთრი კაბა და თეთრი სანდრები, თუმცა ამგვარი თეთრ სანდრებს აღარ ჩავწევ, იმიტომ რომ არაკომფორტული არის და მირჩენია კომფორტულად ვიყო. და ჩემი დღევანდელი აუთფიტი არის ასეთი. და წავედით მექსიკურ რესტორანში, სადაც უნდა აღვნიშნოთ ჩემი დაბადების დღე.
მოვედით მექსიკურ რესტორანში, თავიდანვე მოვიდა დამხმარე პერსონალი და შემოგთავაზა 90 ევროიანი მენიუ. დიდი მოლოდინები არ გვქონდა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა უბრალოდ დაუჯერებელი იყო, იმიტომ რომ ცვენა გვქონდა მაგიდაზე უბრალოდ აი თვალებს ვერ უჯერებდით რა ხდებოდა და რამდენი კერძი მოდიოდა ზედი ზედ. ყველას გირჩევთ რომ აი აქ წამოხვიდეთ. ახლა კი უბრალოდ უყურეთ ამ მომენტებს. ბოლოს იმდენად დავეჭვდით, რომ ეს ყველაფერი 90 ევრო ღირდა, რომ 5 ჯერ გადავამოწმეთ ხალხო. გური რამდენი თქვა იმ კაცმა? აღარ შემიძლია ამას შეხედეთ უბრალოდ. ამოვსკდით, რასაც თქვენ, თავზე საჭმელს გვაყრია. საჭმელები მოდის და მოდის ხალხო 90 ევროში, ანუ რეალურად, მაგრამ ამ 4 კაცი შეჭამს რა ვიცი. Nothing beats the Mexican holiday. Right. ჯერ არა, ანუ 92 ევრო ჯდება და მოიტანეს არ ვიცი, 300 ევრო საჭმელები და 300 და 400 ევრო წღედა ამ ყველაფერში, აი არ ვიცი. ხო, ლაზარე იხდის. არ შოკია.